სტრესი, შფოთვა, პანიკური შეტევები, უძილობა, სოციალური ქსელების გავლენა და შიზოფრენია. შიზოფრენიის მქონე ადამიანს ეყოლება შიზოფრენიათ მქონე შვილი. არ არის ეს. ანუ ეს გენეტიკური არ არის? დეპრესია, სიზარმაცი არ არის. ჩვენი ტვინი, რომელიც არ არის მზად ამდენი ინფორმაციული ნაკადისთვის, კოვიდის შემდგომ პერიოდში დრამატული ზრდა იყო და ითვლებოდა, რომ 29%-მდე მოსახლეობას რომელიმე სახის შფოთვითი აშლილობა ჰქონდა. მაინტერესებს ტვინის ქიმია სიყვარულშიც. სიყვარული ავადმყოფობა არ არის. არსებობს კი ფსიქიურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი? არ არსებობს. ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი ფსიქიატრი ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი. გამარჯობა ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მესტუმრეთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმედია ძალიან სასარგებლო წავა ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის სასარგებლო წავა დღევანდელი შეხვედრა. აუცილებლად. დღეს მინდა ვისაუბროთ თემაზე 21 საუკუნე, როგორც ფსიქიკური აშლილობების ტრიგერი. სტრესი, შფოთვა, პანიკური შეტევები, უძილობა, სოციალური ქსელების გავლენა და შიზოფრენია. ძალიან ბევრი საკითხია ერთმანეთთან დაკავშირებული და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ცოტა შეცდომაა და მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს ფსიქიკური აშლილობების ეპოქა არის 21 საუკუნე. არა მცდარა, 21 საუკუნეში ახალი ფსიქიკური აშლილობები არ იქმნება. უბრალოდ ეს საუკუნე გამორჩეულია თავისი ცოდნით და ახალი ცოდნით და შესაბამისად ის უფრო აჩქარებს, ქმნის ახალ კატეგორიებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხილულს ხდის ბევრ ისეთ საკითხს, რაც რეალურად აქამდე ხილული არ ყოფილა. ამიტომ დაკავშირება ამ თემების ერთმანეთთან ნამდვილად აქტუალურია და დიახ შემიძლია რამდენიმე ჩემი მოსაზრება ამ კონტექსტშიც გითხრათ. მაგალითად, ტვინი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ჩვენი არსებობის და მე მიმაჩნია, რომ ეს ესეა, ევოლუციურად ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმონაქმნია. მისი ისტორია მოიცავს ათობით, ათასობით წელს და ესე რომ შევადაროთ, ფაქტიურად ეს ევოლუციურად უძველესი ორგანო, რომელიც რეალურად ქვის საუკუნიდან გვაქვს, ფაქტიურად დღეს TikTok-ის ეპოქაში ცხოვრობს. ანუ ფაქტიურად ხდება ის, რომ ჩვენი ტვინი, რომელიც არ არის მზად ამდენი ინფორმაციული ნაკადისთვის, ამდენი უამრავი და ხანდახან ერთმანეთისაგან განსხვავებული ინფორმაციის ათვისებისთვის, მას უწევს ასეთ ძალიან განსხვავებულ სხვაგვარ ყოფაში ცხოვრება და აქ არ შემიძლია არ ვახსენო ის, რომ ბოლო კვლევები მაგალითად აჩვენებს, რომ დაახლოებით დღის განმავლობაში ეს დაინტერესებთ ალბათ უფრო ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმომადგენლებს, 34-დან 74 გიგაბიტამდე ინფორმაცია შემოდის ჩვენს ტვინში. სხვადასხვა სახით. ესაა სინათლეების ცვალებადობა, ესაა მესიჯინგის სისტემა, ესაა პატარ-პატარა რაღაც შეტყობინებები და იცით რამდენს ვითვისებთ? მაქსიმუმ წამში 40-50 ბიტი. ეს წარმოუდგენლად დიდი დატვირთვაა იმ ტვინისთვის, რომელიც
არქაული წარმონაქმნია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, არსებობდა ესეთი არაჩვეულებრივი მეცნიერი მიხეილ ხანანაშვილი, რომელმაც თქვა ესეთი რამე, რომ ტვინი არ არის შექმნილი ინფორმაციული უსასრულო ძალადობისთვის, იგი იშვიათად უნდა იყოს გარკვეულად ეს ინფორმაცია სტრუქტურირებული, ტვინი ხანდახან უნდა ისვენებდეს. ელემენტარული რომ გადაამუშავოს ჩვენმა ტვინმა ის ინფორმაცია. მაგრამ ამავე დროს, მთელი ტვინი მარტო არ არის რაღაც სტატიკური ორგანო. მასში არის უამრავი ნეირომედიატორი, რომელიც მუშაობს იმ კონტექსტზე, რომ მიღებული ინფორმაცია გავიაზროთ, ჩავიწეროთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მე არა მარტო ნახვა და მოსმენა, ანუ სკროლინგი მინდა, მე ის რაღაცაში უნდა გამოვიყენო, ან გადაწყვეტილების მიღებაში, ან ეს ინფორმაცია უნდა შევინახო და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო. მაინც ხო ილექება ჩვენს ტვინში ეს ინფორმაცია, ქავატონო ნინო. იცით რა, თუ ძალიან საინტერესო კითხვა და მადლობა ამ კითხვისთვის. შეხედეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ინფორმაციულ ნაკადებზე, ზღვა მასალაში, ჩვენი ტვინი ყველა მნიშვნელოვანს, არამნიშვნელოვანისგან ვერ არჩევს. ეს გარჩევა რომ მოხდეს, მას სჭირდება შესვენება, ცოტა ამოსუნთქვა და დალაგება მიღებული ინფორმაციის. როდის ხდება ეს დალაგება? ძილში დაბაკითხეთ თანამედროვე ახალგაზრდას, თანამედროვე ადამიანს რამდენი ხანი ძინავს, რამდენი საათია მისი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ხო? მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიბმული ვართ ჩვენი ბიოლოგიური სისტემით, ცირკადულ რითმებს, მელატონინს, ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ჩემს ორგანიზმში წარმოიქმნება, გარკვეულწილად ამაზე პასუხისმგებელია ის ერთადერთი საერთო, რაც გვაქვს კაცობრიობას ეს ამზე. და შესაბამისად ჩვენ უნდა მივყვეთ იმ კანონებს, რაც ჩვენმა მნათობმა დაგვიწერა, როდის უნდა დავიძინოთ, როდის უნდა გავიღვიძოთ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმიც ასევე მიბმულია მის ხუშტურებზე, მოდი ასე ვთქვათ. თუ მაგალითად, დღეს უკვე საუბარია მაგალითად მეტეოროლოგიური მოვლენების გავლენაზე ადამიანის ხასიათზე, ემოციებზე. დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ამინდით გამოწვეული შფოთვა და ასე შემდეგ. დიახ, ადრეც იყო. ჩვენ საუბრობდით სეზონურ დეპრესიაზე ზამთრის პერიოდში, მაგრამ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი ინფორმაცია, მეცნიერულად გაფილტრული და სწორი ინფორმაცია არსებობს, რომელზედაც უნდა დავაყნოთ ჩვენი საქმიანობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ მაგალითად ძალიან ბევრი ახალგაზრდაც და ძველგაზრდაც სხვათა შორის მოდის ნევროლოგთან, ფსიქიატრთან, რატომღაც ფსიქიატრებს ჯერჯერობით მაგაზე მინდა ჩაგეკითხოთ. გაგვირბიან ჯერჯერობით. მოდიან შეშინებულები, რომ მათ აქვთ ყურადღების დეფიციტის სინდრომი. დიახ, თითქოს ჩვენი ყურადღება ყველაფერს ვერ ითვისებს. ამიტომ ავხსენი, რომ იმდენად ბევრი ინფორმაცია მოდის, იმდენად ბევრი ფანჯარაა გახსნილი და ბევრი ინფორმაცია ერთდროულად შემოდის, რომ გაფილტრა უჭირს ამ ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და შესაბამისად, წარმოვიდგინოთ ესეთი რამ. დაწოლის წინ 10 წუთი რომ წავიკითხო წიგნი. თვალები მეხუჭება, ვეღარ ვაგრძელებ, მაგრამ საკმარისია ავიღო ტელეფონი და მომენტალურად ვხიზლდები და ვიწყებ რას? სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას. ბევრი რაღაც, ან TikTok-ს ვუყურებ. რას გადავეკიდე თითქოს, მაგრამ სხვისი ცხოვრების ცხოვრებას ერთ-ერთი ვარიანტია. TikTok-ი ყველას ძალიან გვითრევს და მაგიტომ. ხო, ახლა ეს მომენტია და შეხედეთ რა ხდება. არც მეტი, არც ნაკლები დოფამინერგული სისტემის გადატვირთვა ხდება ამ დროს და ის ყოველთვის აგზნებულ მდგომარეობაშია.
რა არის დოფამინარგული სისტემა? ესაა სწრაფი დაჯილდოების, სწრაფი წახალისების სისტემა, იმიტომ რომ მე ვუყურებ სწრაფად ცვალებად ეკრანზე სხვადასხვა ფიგურას, სხვადასხვა ისტორიას და რა ხდება? მე სწრაფად წახალისებული ვარ და იცით რა ხდება? ის რომ მე რეალური ცხოვრება აღარ მომწონს, იმიტომ რომ იმ ტემპში არ არის ისეთი რიტმით არ მიდის და იქ ინტერესი ნაკლებია. რეალურ ყოფაში რა არის საინტერესო? არც არაფერი. არავინ არ გვიმღერის, არავინ არ გვაცინებს, გვახალისებს, გვაქებს ელემენტარულად და შესაბამისად ჩემთვის აი ის როგორ თქვა, ილუზორული სამყარო, რომელიც იქმნება ჩემი პერსონის ირგვლივ სოციალურ ქსელებში არის ძალიან საინტერესო. და თუ რატომ ილუზორული, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. კი ბატონო. ქალბატონო ნინო, ადამიანის ჯანმრთელობა გამორიცხულია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. ფსიქიკური ჯანმრთელობა რაღაცნაირად მადგენელია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის. ფსიქიატრთან მისვლა ადამიანებში ცოტა შიშს ბადებს. თითქოს სტიგმასავით არის და როცა ფსიქიკური პრობლემები შეგვექმნება, ვიზიტს ვნიშნავთ ნევროლოგთან. აი წეგან ვახსენეთ ზუსტად ეს. და ძალიან ხშირად მსმენია, რომ რატომ ფსიქიატრი, რა თმინდა, მე გიჟი ხომ არ ვარ. აი ძალიან მინდა ეს აგვიხსნათ სწორი მიდგომა არის თუ არა. საინტერესო კონცეფცია ეს ზოგადად რატომ ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. ძალიან ბევრი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს სრულფასოვანი და კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, ამ პრობლემას აწყდება. ეს არ არის მარტო ის სტიგმა, რომ მივიდე დღეს ფსიქიატრთან თუ არ მივიდე. მე ხშირად თავს ვარიდებ მისვლას იმ ფსიქიატრიულ კლინიკაში და იმ ამბულატორიაში, სადაც შეიძლება მოხდეს ჩემს შესახებ არსებული ინფორმაციის მოხვედრა რომელიმე რეესტრში და შესაბამისად მოხდეს ჩემი სტიგმატიზება ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე. იმიტომ რომ დიაგნოზი F მოიცავს 100-მდე დასახელების სხვადასხვა პრობლემას, რომელშიც შედის შიზოფრენიიდან, ალცჰაიმერის დაავადებიდან დაწყებული, ვიდრე მაგალითად ქცევითი დარღვევები, რომელიც ბავშვთა ასაკში შეიძლება შეხვდეს და ის გარდამავალი იყოს. ეს ერთი საკითხი. მეორე ის რომ ის სერვისები, სადაც მივდივართ, არაა კარგად ადაპტირებული ადამიანებისთვის. ძალიან ხშირად მე მოსახლეობაში მსმენია, რომ ეუბნებიან თავიანთ ოჯახის წევრებს დაგაწვენ ფსიქიატრიულ კლინიკაში, თითქოს ეს იყოს ციხე. და ეს არ იყოს ჩვეულებრივი სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობენ არა მარტო ფსიქიკურ აშლობას, არამედ ხშირ შემთხვევაში ჩვენს პაციენტებს თანხლები ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრად შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. მესამე მომენტი არის, რა თქმა უნდა, ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი. ძალიან ცოტა ადამიანი განსხვავებით ევროპული და დასავლური ცივილიზაციიდან საუბრობს იმაზე, რომ ფსიქიატრთან ვიზიტის შემდეგ მას გაუმჯობესდა სიცოცხლის ცხოვრების პარამეტრები და ის რომ დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ზოგადი ჯანმრთელობის მადგენელი, ეს უკვე აღიარებულია 80-იანი წლებიდან, როდესაც ჯორჯ ენჯელმა განაცხადა და ეს თემა დადგა დღის საკითხში, რომ შეიცვალა მედიცინის პარადიგმა. დღეს პაციენტი არ განიხილება მხოლოდ ვირუსის მატარებლად და ავადმყოფობის მატარებლად. დღეს ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც ხვდება სამედიცინო სერვისებში, როგორც ბიოფსიქოსოციალურ არსებაზე და ჩვენ უყურებთ არა მარტო მის ბიოლოგიურ პარამეტრებს, მაგალითად თავის ტვინში არის თუ არა რაიმე ხინჯი ან პრობლემა, არამედ ვუყურებთ როგორც ერთიან ადამიანს, რომელსაც შეიძლება მენტალური ჯანმრთელობის გამო დაერღვა
დაარღვეს ცხოვრების ხარისხი. აი მაგალითად განსხვავება ხასიათსა და რომელიმე დარღვევას შორის სწორედ ესაა. აი ეს კითხვა მინდა რომ მე ვიცი რომ ამის კითხვას აპირებდი ხასიათსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის სწორედ ამაშია განსხვავებული. დღეს ჩვენ ფსიქიატრიას და ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობას განვიხილავთ როგორც სპექტრს, როგორც კონტინუუმს, როგორც აი რაღაც უწყლოდ მაჩვენებელს, რომელსაც შეიძლება ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე მქონდეს დეპრესიული ეპიზოდი, შემდეგ გავაგრძელო ცხოვრება ყოველგვარი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე. ან შფოთვასთან ერთად ვიცხოვრო მთელი ცხოვრების განმავლობაში და მე არ დამიდგინონ დიაგნოზი შფოთვითი აშლილობა. რატომ? იმიტომ რომ მე ადაპტირება შეიძლება გავაკეთო ჩემი შფოთვით, ჩემს გარემოსთან, მაგრამ მე თუ ჩემი შფოთვის გამო ვერ წავედი უნივერსიტეტში, ვერ შევედი ლექციაზე, ვერ მივედი ოჯახში და ვერ შევძელი ჩემი პრობლემებით გამო, ჩემი მენტალური პრობლემების გამო, ყოველდღიური ფუნქციონირება, ეს უკვე ფსიქიკური აშლილობაა. ძალიან რთულია ხანდახან გასამიჯნად ერთმანეთისაგან. რა არის ეს? ობსესიურ კომპულსიური, ანუ აკვიატებულ მდგომარეობით მიმდინარე შფოთვითი, აშლილობა, თუ ეს არის ობსესიურ კომპულსიური პიროვნული აშლილობა. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად განსხვავება რა არის? თუ ობსესიურ კომპულსიური აშლილობით, ანუ აკვიატებების მქონე ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის, თუ 7-ჯერ არ გადაკეტა კარი, 25-ჯერ არ შეამოწმა, რომ უთო გამორთულია თუ არა. ობსესიურ კომპულსიური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი აუცილებლად გამოვა და შეიძლება არ შეაწუხოს, თავში აზრად გაუჩნდეს, ერთხელ შებრუნდეს და გადახედოს, მაგრამ რომ წავა, ცხოვრებას აგრძელებს. აი ესეც კი განსხვავებულია, თითქოს სახელი ერთნაირია, მაგრამ განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ობსესიურ კომპულსიური ნიშნები შეიძლება კონდეს დიასახლის, რომელსაც ყავს მცირეწლოვანი შვილები და მაგალითად სკოლიდან მოსვლისთვის ეუბნება კარგად დაიბანეთ ხელი. თვითონაც საკვების მომზადების პერიოდში 3-4 ჯერ იბანს ხელს, მაგრამ ეს სისუფთავის დაცვა არა პათოლოგიური, არც პიროვნულ დარღვევაზე მიუთითებს და არც ფსიქიკურ აშლილობაზე. შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ცხოვრობდეს ფსიქიკური პრობლემებით და მასაც და გარემო მყოფებსაც ეს ჩვეულებრივად უბრალოდ მისი ხასიათი ეგონოთ. კი, შეიძლება, ნამდვილად შეიძლება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ეგრეთ წოდებული მაღალფუნქციური დეპრესიების დროს, შფოთვითი დარღვევების დროს, როდესაც ადამიანი ფუნქციურად შემდგარია და მისი აი რაღაც ინტროვერტიზაცია ხდება თითქოს, რაღაც პრობლემები აქვს შიგნით, მაგრამ ღრმად გამოხატული არ არის, წლების განმავლობაში მიმდინარეობს და მაღალფუნქციურია, ანუ მორგებულია, ადაპტირებულია სიტუაციასთან. ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის განმარტებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სწორედ ადაპტაციის უნარის შესაძლებლობა და სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ, რამდენად ადაპტირდა ამ განსხვავებულობის გამო გარე სამყაროსთან. აი რითი განვასხვაოთ მოწყენილობა დეპრესიისგან? იცით რა არის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსხვავება, მაგრამ ძალიან მარტივია ამავე დროს. წეღანაც გითხარით, რომ როდესაც მე ვსქროლავ, მე ძალიან ბედნიერი ვარ სხვისი ცხოვრების მაჭვრეტელი როცა ვხდები, მჭვრეტელი როცა ვხდები. მაგრამ მე როგორც კი გამოვთავ ამას, ჩემი ცხოვრება რაღაც უინტერესო მეჩვენება. მე მინდა ძალიან ბევრს აუხსნა, რომ იმას, რასაც ჩვენ მაგალითად Facebook-ზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში ვხედავთ,
ესა გაფილტრული ინფორმაცია, ეს არის მხოლოდ რაღაც ფრაგმენტი ვიღაც ადამიანის ცხოვრებიდან და ნუ გგონიათ რომ ეს ადამიანები ბედნიერები არიან. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი თავს ასეთად აჩვენებენ, იმიტომ რომ თითქოს თავს უნდა შემოუძახონ და ყველას აჩვენონ, რომ მათი ცხოვრება საინტერესოა. თუმცა რეალობა, თქვენი რეალობაც ასეთივე ძალიან საინტერესოა, თქვენ ფაქტიურად თქვენ რეალურ ყოფას ადარებთ ადამიანის ყოფას, როცა რაღაც მომენტებში არის ბედნიერი. მაგალითად, ქორწილის სურათებს უყურებთ. ყველა იცინის, ყველა იღიმება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მეორე დღეს ზოგიერთ შეიძლება ძალიან ბევრი ცხოვრებისეული სირთულე ჰქონდეს გადასატანი და ამიტომაა რეალობა შენი საკუთარი არასოდეს არ უნდა დაადარო იმ ადამიანის რეალობას, რომელიც Facebook-ზე ბედნიერი ჩანს. ბავშვობის ტრამვებზე მინდა გკითხოთ. დასრულ ასაკში ყველას მოყვება ბავშვობის ტრამვა. ალბათ. ხო, და რას იწევს მომავალში? ცოტა სკეპტიკოსი ვარ ხოლმე. ხო. ნუ ახლა ხუმრობით რა თქმა უნდა. თუ მე ვარ ფსიქიატრი და ვაღიარებ მაგალითად იგივე იმ თეორიას, რომ მარტო ტვინი აქ არ მუშაობს, არამედ იცით როგორაა? ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში არ არის აუცილებლად გენეტიკური მადგენელი 99%-ით განსაზღვრელი იმისა, რომ მაგალითად შიზოფრენიის მქონე ადამიანს ეყოლება შიზოფრენიათ მქონე შვილი. არ არის ესე. ანუ ეს გენეტიკური გენეტიკური პრედისპოზიცია, წინასწარ განწყობა. ეს არის განწყობა იმისა, რომ შეიძლება არასახარბიელო გარე ფაქტორებიდან გამომდინარე რომელიმე პრობლემის ტრიგერი გახდეს ეს არასახარბიელო გარემო მოვლენები, მაგალითად იგივე ინტოქსიკაციები, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ინტოქსიკაციები მოზარდობის პერიოდში. ასევე ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად ითვლება ბავშვობის დროინდელი ტრაუმები. იმიტომ რომ ბავშვობის დროინდელი ტრაუმები თან გააჩნია რომელ პერიოდში განუვითარდა. ნახეთ, 1 წლის ასაკამდე თუ ბავშვმა მიჯაჭვულობა არ გამოავლინა დედის ან მზრუნველის მიმართ, ამ ადამიანს მოგვიანებით 20, 21, 22 წლის ასაკში გაუჭირდება ნდობა სხვა ადამიანებისა. ამ დროს სწორედ ეს მოზარდობის ასაკიდან გადასვლა ზრდასრულობაში იმას გულისხმობს, რომ ახალგაზრდა ასაკში მე უნდა დავამყარო ჯანსაღი ურთიერთობები, არა მარტო ესე იგი საწინააღმდეგო სქესთან და რომანტიულ ურთიერთობებზე არა მაქვს საუბარი. აქ არის მეგობრობაზე საუბარი, ნდობის ფაქტორზე და ამიტომ ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ ეტაპზე განვითარების ბავშვს ჰქონდეს და მოზარდს ჰქონდეს დაცული გარემო. რას გულისხმობს ეს? ეს არა ბულინგი, არა ზედმეტი პასუხისმგებლობების დაკისრება, არა განსჯა, არამედ არის კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ბავშვი იზრდება. ნახეთ, როცა პირველი ნაბიჯების დგავს, პირველ ნაბიჯებს დგავს, მას ყოველთვის უნდა ცნობის მოყარეობა დაიკმაყოფილოს. ხსნის დედის უჯრას, ამოაქვს იქიდან მაგალითად პომადა და რაღაც. სჯიან ბავშვს. არ არის ეს სწორი. ბავშვი არ უნდა დაისაჯოს ამისთვის. ეს უნდა აუხსნათ, რომ არის სხვისი, რომ ეს ისვრება და თუ რაიმე აინტერესებს, მის გვერდით უნდა იყოთ და მასთან ერთად უნდა გააკეთოთ შეცდომების პრევენცია. თუ შეცდომა იმ ასაკში არ დაუშვა, მომავალში ყოველთვის იქნება დათრგუნული და მთელი სამყარო ეგონება, რომ მას ზემოდან დაჰყურებს, გააკრიტიკებს, განსჯის და ასე შემდეგ. ამიტომაა, იცით, მე თუ მკითხავთ, სასკოლო პროგრამაში უნდა იყოს ფსიქოლოგიური კონტექსტი შეტანილი, რაც შეიძლება კარგად, იმიტომ რომ უნდა
ახალგაზრდებმა უკვე მოზარდობის პერიოდში ნახონ ის, რომ თმა რო ვიღაცა მოწიწკნა ბავშვობაში, ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული acting-out-ი, ანუ სიყვარულის ამგვარი გამოხატვა და დაუშვათ ამაზე არ უნდა შეიქმნას რაღაც დიდი ტრაგედიები. თუ არ ვასწავლეთ, ამას ვერასოდეს ვერ გააცნობიერებენ თვითონ. შეიძლება თუ არა ფსიქიკურად სრულიად გაწონასწორებული ადამიანს ძლიერი სტრესის გამო დაემართოს თუნდაც აი ახლა საუბრობდით შიზოფრენიაზე. ხო, აი ნახეთ საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ესეთი პირდაპირი კორელაცია ძლიერ სტრესსა და შიზოფრენიას შორის არ არის. თუ თქვენ საუბრობთ, რომ ფსიქოზური სიმპტომები შეიძლება თუ არა ძლიერი სტრესის გამო განვითარდეს, დიახ, გეტყვით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ესაა რეაქტიული მდგომარეობა. აი შეხედეთ, ჩვენ გქონდათ ეხან შეკითხვა, რომელსაც ბოლომდე პასუხი არ გავეცით. ეს იყო რა განსხვავებაა მოწყენილობასა და დეპრესიას შორის. მოწყენილობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობა, როცა სამყარო საინტერესო არ არის ჩემთვის, ან ადგილს ვერ პოულობ ისეც, რომელიც ჩემთვის მაქვს განსაზღვრული. ეს გარკვეულწილად ეს მდგომარეობა. რა სიმპტომს მაგრამ როცა დეპრესია აუცილებლად არის დროში გახანგრძლივებული. მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა იყოს სიმპტომთა თანაარსებობა და გამოხატული უნდა იყოს ფუნქციონირების დაქვეითება. დეპრესია სიზარმაცი არ არის. დეპრესია არის მდგომარეობა, როცა დოფამინურ სისტემას უჭირს, როცა კორტიზოლს უჭირს, როდესაც ჩვენი ორგანიზმი არის მოდუნებულ იმგვარ მდგომარეობაში, სადაც სეროტონინის ცვლა არის დარღვეული. დღეს უკვე აღარ ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ სეროტონინია პასუხისმგებელი დეპრესიაზე. დღეს საუბარია ანთებით პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში. დღეს საუბარია იგივე აი სხვა ნეირომედიატორებთან, გაემერგულ ნეირომედიატორებთან. ამიტომ შემოდის თანდათან მკურნალობაში ისეთი უცნაური მედიკამენტები, როგორიცაა მაგალითად ფსიქოდელირიკული საშუალებების მკურნალობა, ესეთი ქრონიკული დეპრესიების შემთხვევაში. დღეს ძალიან ბევრი სხვა შეხედულებებია. ანალოგიურად შეიძლება ვისაუბროთ შიზოფრენიაზეც. შიზოფრენია არ არის სტრესის შედეგი, მაგრამ განმეორებითმა ქრონიკულმა სტრესებმა თუ არსებობს პრედისპოზიცია, ანუ წინასწარი განწყობა, რომელიმე დიახ შეიძლება იყოს გენეტიკური ტრავმა. კი ბატონო, და შეიძლება შეცვალოს გარე რეალობის აღქმა და დაიწყოს პროცესი, რომელსაც შიზოფრენია ჰქვია. მინდა გითხრათ, რომ ეხა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ექიმებისთვის არის დროული იდენტიფიკაცია და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახებმა ამოიცნონ პირველი სიმპტომები. აი ეგ არის, იმიტომ რომ მაღალი ინტელექტის ადამიანებს ძალიან კარგად შეუძლიათ ამ დაავადების შეფუთვა. კი, აი რა სიმპტომი უნდა გამოვყოთ, რომ ის არ ვუგულებყოთ. შიზოფრენიასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის სოციალური გაუცხოება, აუტიზაცია, რომელიც თითქოს გავს დეპრესიას, მაგრამ ეს დეპრესია არ არის. აუტიზაცია გულისხმობს იმას, რომ განცალკევება ხდება გარე სამყაროდან, იკეტება თავის სამყაროში და შინაგანს განსხვავებულ აზროვნებას ქმნის. შიზოფრენია უფრო აზროვნების პრობლემაა და არა ემოციების პრობლემა. შიზოფრენიის დროს არა არსებულს აღიქვავენ რაღაც რეალობად, ხო? ეს შემდგომი ეტაპია ხოლმე, ძალიან ხშირად პირველ ეტაპზე საერთოდ არ არის ჰალუცინაციური ჩართვები. შესაძლებელია დაიწყოს ჰალუცინაციური ჩართვებით, ან მის გარეშეც დაიწყოს. ეს არის აზროვნების პრობლემა და რა ხქმის პრობლემა. უფრო მეტად წინა პლანზე მოდის სხვადასხვა მოვლენების არასწორი დაკავშირება ერთმანეთთან. ქუჩაში გაიარა ადამიანმა, გამოიხედა ჩემი სახლისკენ, ესე იგი მე თვალთვალის ობიექტი ვხდები და
ამას შეიძლება მოჰყვეს მერე უკვე ჰალუცინაციური განცდების, როცა ვიღაც ესაუბრება, ვიღაც ეხება, მithვალთვალებენ ეს აღქმა, ის ხო ვერ ხედავს მოთვალთვალეს, არა? ის ამბობს, რომ ეს არის აზრობრივი კომპონენტი, ამიტომ ვამბობ, გამიგეთ? ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის არასწორი კავშირ ურთიერთობების დამყარება მოვლენებს შორის. ესეც შეიძლება იყოს მარტივი, შეიძლება იყოს მაგალითად თვალთვალის განცდა, შეიძლება მაღალი წარმოშობის ბოდვაც იყოს, რომ მე ამ ოჯახმა რეტროსპექტულად რომ შევაფასე, ბავშვობაში დედა გამიბრაზდა, ესე იგი მე მათი შვილი არა ვარ და აყვანილი ვარ. და ჩემი მშობელი შეიძლება სრულიად სხვა წარმოშობის, მაღალი წარმოშობის, რომელიმე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. ან მე ვარ გამორჩეული, ღვთისგან რჩეული და შეიძლება მე დამეკისროს განსაკუთრებული მისია, მაგალითად რაღაც წინასწარმეტყველის შოუის ან ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ეს მენტალური პრობლემები, რომელსაც ჩვენ შიზოფრენიაში ვხედავთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად შიზოფრენია მოსახლეობაში რეალურად დიაგნოზი ესაა 0.7%. ანუ ძალიან დაბალია. ძალიან დაბალია. გაცილებით უფრო მეტია ის პრობლემები, რომლითაც ადამიანები არ მოდიან ფსიქიატრებთან. ესაა შფოთვითი დარღვევები. რომელთა პროცენტული რაოდენობა აი კოვიდის შემდგომ პერიოდში დრამატული ზრდა იყო და ითვლებოდა, რომ 29%-მდე მოსახლეობას რომელიმე სახის შფოთვითი აშლილობა ჰქონდა. თქვენ ახსენეთ წეხან ტრავმული გამოცდილება. ტრავმული გამოცდილება შიზოფრენიაზე მეტად უფრო რთულ სამართავ მდგომარეობასაც კი იწვევს, რასაც ქვია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა შეიძლება ფსიქოზური სიმპტომებითაც კი მიდიოდეს. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ეს არ ნიშნავს დღევანდელი გადასახედიდან, რომ მანდა მაინც ავტომატით უნდა გადამიცხრილონ წინდებარე ტერიტორია, რომ აი ძლიერი შიში და სიკვდილის შიში. დღეს ტრავმირებას უკვე ვუწოდებთ პატარა ინტენსივობის დროში გაჭიმულ პრობლემებს. ასე რომ მოსახლეობა ალბათ უფრო ცოტა მეც უნდა კითხულობდეს ამის შესახებ და უფრო ხშირად მიმართავდეს სპეციალისტს. ერთ-ერთი ეთერის შემდეგ, რომელიც გაზიარებული ჰქონდა კომპანიას, ტელეკომპანიას, ერთ-ერთმა ადამიანმა დაწერა, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ფული აიღოთ, ამაზე იმიტომ საუბრობთ. უბრალოდ ძალიან ბევრი დიაგნოზი დღეს სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. მათ შორისაა მაგალითად შიზოფრენია, მათ შორისაა მაგალითად ბიპოლარული აფექტური აშლილობა, მათ შორისაა სხვათა შორის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური სახელმწიფო. დიახ, უბრალოდ ადამიანებს არ უნდათ ჩვეულებრივ ფსიქიატრიულ ამბულატორიაში მისვლა. კიდევ ერთხელ გეუბნები. ისედაც ძალიან ცოტაა ჩვენთან, ხო, როგორც არ არის ყველა იცით რა, მისაწოდომობა მძიმე არის მთიან რაიონებში. მაგრამ აქაც მოხდა დადებითი დინამიკა. ექსპერიმენტულად მიმდინარეობს კარიტას საქართველოსთან ერთად ოჯახის ექიმების დატრენირება და შემდეგ გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში და ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად დეპრესია, შფოთვა, რაც ყველაზე მეტად მათ შორის ალკოჰოლის მართვა და ასე შემდეგ, გარკვეულწილად ტვირთი გადანაწილდა პირველად ოჯახის ექიმს შეუძლია მართოს ეს პრობლემები? შეუძლია მართოს და უფრო მეცაც გეტყვით. შორს არსებულ რეგიონებში, სადაც არ არის ფსიქიატრიული მუდმივი, როგორ თქვა, სერვისი, ან დაწესებულება, რომელიც აწვდის ფსიქიატრიულ დახმარებას, ამ რეგიონებში ოჯახის ექიმებს აქვთ საშუალება ისარგებლონ დისტანციურად ტელემედიცინის საშუალებით ფსიქიატრის კონსულტაციით თავისი პაციენტის შესახებ.
და წამლების გამოწერად კი შეუძლიათ. ბატონო შეუძლიათ, ოღონდ რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევებს ისინი არ მართავენ, მაგრამ მიზნობრივ გადამისამართებას აკეთებენ სერვისში. მე როგორც ვიცი, სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ ვერ ფსიქიატრის დაგეთანხმებით, კონსულტაციას. კარგი დაზღვევა ძალიან ხშირ შემთხვევაში, მე თვითონ როგორც იცით, მაინც კერძო სტრუქტურასთან თანამშრომლობ, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩემი ადგილი ცოტა შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ კერძო ძალიან იშვიათი სტრუქტურებში შემთხვევა, მე მგონი, ფორმა რასაც ანაზღაურებენ. ჩვენ ვაძლევთ და ძირითადად აი ესეთი დარღვევები როგორიცაა გენერალიზებული შფოთვითი აშლობა დაზღვევის კატეგორიას გააჩნია. ამიტომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი თხოვნა, რომ აი ეს მასშტაბური პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს, ალბათ სადაზღვევო პრინციპებს უნდა დაექვემდებაროს. კი, აუცილებლად გეთანხმებით. აი რატომ ხდება, რომ ადამიანები ხშირად უფრო კომფორტულად არიან ტკივილში? ანუ მოსწოთ მსხვერპლის როლი. ეს ტვინის ბიოქიმიური მდგომარეობა თუ მათი ხასიათი არის კი გარკვეულწილად მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვყალიბდებით, მოვდივართ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან. და ეს ბავშვობა გვასწავლის გარკვეული სქემებს გვიქმნის. ამას წინა გქონდა რაღაც ძალიან საინტერესო საუბარი, სწორედ აი ფსიქოლოგიურ კონტექსტზე და ვამბობთ, რომ მე ნებისმიერ ურთიერთობაში შემიძლია ავიღო 3 როლი მოვირგო. ნუ არსებობს სხვადასხვა თეორიები, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს თეორია. მე შემიძლია ავიღო მშობლის როლი და ყველასთვის, თქვენთვის, პატარასთვის, დიდისთვის პასუხისმგებლობა ავიღო უზარმაზარი და აი ამ მაღალი პასუხისმგებლობით ყველა თქვენს პრობლემას მოვეკიდო, ავიღო მშობლის როლი და პრაქტიკულად წაგართვათ პასუხისმგებლობები. ეს პარტნიორულ ურთიერთობებში ხშირად ხდება. პარტნიორულ ურთიერთობებში ეს ძალიან ცუდია. სქემა, რომელიც შეიძლება მე შევიმუშავე ჩემი განვითარების ეტაპზე. მეორე მოდელი არის შვილის მოდელი, ბავშვის მოდელი. აი მოხდა ცუდი რაღაცა, ვაიმე არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, ინფანტილური ვარ, ვერ ვახერხებ გამკლავებას, მარტივად ვცდილობ რომ ავხსნა. ანუ გადავდივარ ბავშვის პოზიციაში და მე მოველიდე. არაფერს უმკლავდები, მე მჭირდება დაღეჭილი საკვები, მე მჭირდება მოვლა, ზრუნველობა და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს მოდელი, როდესაც მე თანატოლთან აი ასეთ ურთიერთობაში შევდივარ გარე სამყაროსგან და მე თქვენგან მოველი რომ მე რომ პასუხისმგებლობით მოვედი თუნდაც აი ამ გადაცემაში რომ თქვენც პასუხისმგებლობით მოეკიდებით აი იმ მასალას რასაც დღეს ჩაიწერთ და დაუშვათ თუ რაღაც ხინჯი იქნება ამოიღებთ. აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი მოდელი რომელზედაც შეიძლება ვისაუბროთ როდესაც მე რაღაც პრობლემა შეგმექმნა და ვაკეთებ ვიქტიმიზაციას, ანუ მე სქემას ვქმნი ისეც, ან კატასტროფიზაციას, მე თითი კი არ მტკივა, მე ბავშვობაში თითი რომ მტკიოდა, გაზვიადებულად წარმოვაჩენდი, რომ ყურადღება მიმეპყრო გარე სამყაროსი და მე ეს ქცევა შევინარჩუნე ზრდასრულასაკამდე. ყოველთვის მე თითი არ მტკივა, მე თითი მტკივა. გამიგეთ, აი რაღაც კატასტროფიზაციას ვაკეთებ. ასევეა ვიქტიმიზაცია. მაგალითად, მე რომ რაღაც ბევრი ტრაგედია გადავიტანე, მე ამ ტრაგედიებმა მასწავლა გამკლავება და პირიქით, ჩემი ტრავმირებული ფსიქიკა ანუ მსხვერპლის როლს კი არ ირგებს, არამედ პირიქით იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის ყველა იმ მომენტში, როდესაც მე საფრთხეს ვხედავ. აი ნახეთ, თანამედროვე ტვინი არის ძალიან საინტერესო მდგომარეობაში. წარსულში იყო კონკრეტული საფრთხე და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. დღეს როცა მე რეალურ და ირეალურ საფრთხეებს პირადად საკუთარ თავს უკავშირებ, ჩემი ტვინი მეკითხება ეს ოდესმე დამთავრდება და ეს ოდესმე დამთავრდება ეხება ყველაფერს
პოლიტიკური სიტუაციიდან დაწყებული, ჩემი პირადი ეკონომიკური სიტუაციით დამთავრებული. გასაგებია. აი მაინტერესებს ტვინის ქიმია სიყვარულშიც. გრძნობა თუ ორივე. ტვინის ბიოქიმიაც არის? რა თქმა უნდა, ნახეთ, ძალიან საინტერესოა, იყო ესეთი რაღაც ბავშვური თეორია, რომ სიყვარული არის ავადმყოფობა. კი, თუ ეს ავადმყოფობა, მე მინდა რომ მიყვარდეს მთელი სამყარო. იცით, სიყვარული ავადმყოფობა არ არის. ეს არის განცდა, რომელშიც მონაწილეობს ჩვენი სისტემები, დოფამინიც, სეროტონინიც, ნორეპინეფრინიც და მაგალითად, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აი თუ ეს ტვინიდან მოდის. რა თქმა უნდა. აი მიჯაჭვულობაზე საუბრობთ. ხო, აი მიჯაჭვულობა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს ძალიან მოდურია ერთი ტერმინი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ტოქსიური ურთიერთობები. ტოქსიკური ურთიერთობები ჩემთვის, აი ესე პიროვნულად რომ მკითხოთ, არ არსებობს. ესაა ჩემი დამოკიდებულებები, ჩემი სქემები, რომელიც ჩამომიყალიბდა ისე, რომ თუ ვინმე სწრაფად დამაჯილდოებს ჩემს სიყვარულს უპასუხებს, მე მას მარტივად მივეჯაჭვები და შესაბამისად იქიდან წამოსული ნებისმიერი შენიშვნა შეიძლება დრამატულად ნეგატიურად აღვიქვა და მერე გადავდივარ კატასტროფიზაციაში. მე უკვე ვხდები, რომ ცუდი მდგომარეობაში ვარ ჩემი საკუთარი ნერვული სისტემის კონტექსტში. ესა კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა, ესა HPA-X-ისი და ასე შემდეგ. არ მინდა ხა ისეთი დეტალები, მაგრამ აქ ერთი საინტერესო მომენტია, ნახეთ, ტოქსიკურ ურთიერთობაში შედის ადამიანი, რომელმაც არ იცის სწორად და დროულად თქვას სიტყვა არა და დააყენოს საზღვრები. თუ მე ჩემს პირად საზღვარს ისე წავშლი, რომ თუ ქმარი მეტყვის, ან თუ შეყვარებული მეტყვის, მოკლეკაბა არ უნდა ჩავიცვა გრძელი. რა თქმა უნდა, ეს არის თანაცხოვრება და ამ თანაცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს დათმობაც, მაგრამ არა პიროვნულ აი როგორ ვთქვათ, ნიველირებაზე რა, შენი აზრი რომ საერთოდ არ არის საინტერესო არავისთვის. აი ეს არის ჩემი გადასახედიდან, რაც გამყარებულია გარკვეული რეალურად არსებული კვლევებით. მაინც ყველაფერი ტვინიდან მოდის. რა თქმა უნდა. ადამიანის, იცით, ამას წინათ გქონდა ერთი ლექცია და ეს პროფესიულ თემთან და ვაჩვენე სურათი, რომელზედაც ზედა ქერქი, ეს აღმასრულებელი ფუნქცია შუბლის ტვინის, რომელიც მეუბნება როგორ მოვიქცე, რა სიტუაციაში მორალურად რო ვიყო და ასე შემდეგ, ქერქვეშა სტრუქტურები, რომელიც უფრო ადრინდელი წარმონაქმნია და მაგალითად კორტიზოლი მისი წყალობით გამოიყოფა, იმიტომ რომ მან ისწავლა შიშის თან გამკლავება და ორგანიზმი აი ეს გაქცევა ან გაყინვის რეაქცია. მაგრამ უფრო ქვემოთ არის ნაწილი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დინოზავრების ტვინს. აი ასეა ხანდახან მოხსენიებული ლიტერატურაში. ჩვენ იქიდან მოყვება ეს. ყველაზე ძველი სტრუქტურა ჩვენი წარსულიდან. არსებობს კი ფსიქიურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი? არ არსებობს, იმიტომ რომ წეღანაც ვთქვით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის კონტინუუმი. სტატისტიკურად თუ დიაგნოზი დასმულია და რომელიმე რეესტრშია მომხდარი ოდესმე ადამიანი. ასეთი კვლევები უფრო ზუსტი კვლევები მაინც იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც პაციენტები მიდიან კლინიკებში და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ აი შეჯერებით, სამედიცინო დოკუმენტაციის შეჯერებით, ცხოვრების განმავლობაში ყოველ მეოთხე ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს ერთ-ერთი რომელიმე დიაგნოზი იმ ჩამონათვალიდან, რასაც ჩვენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას უწოდებთ. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ესაა კონტინუუმი,
აბსოლუტური ნორმა შუაში სადაც უნდა იყოს, ჩვენ არ აქვს ასეთი ნორმა, ჩვენ ყველანი განსხვავდებით ერთმანეთისაგან, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის პარამეტრები განსხვავდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ნორმის ცნება არ არსებობს ზოგადად ფსიქიატრიაში. გამიგე? არის უკიდურესი ვარიანტების ცნება, მაგრამ აი ნორმა არის აი მაინც სპექტრი, აი რაღაც ნაწილი, აქედან აქამდე. არ არის ერთი წერტილი მხოლოდ. და აი აქედან აქამდე ნორმა, მაგრამ მაინც დარღვევა, ხო? აი ნახეთ რა არის. თუ ადამიანი გრძნობს თავის სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობას, თუ შეუძლია გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებს, თუ ამყარებს აუმჯობესებს, განავითარებს ურთიერთობებს, თუ იღებს პასუხისმგებლობას და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანი ნორმალურად არის ჩათვლილი. მაგრამ ასეთ ადამიანსაც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს პერიოდი, როდესაც მას აქვს სურვილი არ ქონდეს პასუხისმგებლობები რაღაცეებზე. როდესაც მას კეთილდღეობას მაგალითად ფიზიკურად არის ცუდად და შესაბამისად ემოციური პრობლემები მიყვება. დიაბეტი. დიახ. ფიზიკურად დიაბეტია, დიაგნოსტირებულია, რა მნიშვნელობა პირველი თუ მეორე, ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს და ეს მოქმედებს. და ეს ყველაფერი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დიახ. და გამოიხატება ემოციური არასტაბილურობით, გამღიზიანებლობით, შეიძლება გამოიხატოს არამიმყოლობით დაავადების მიმართ. ხავტან ნინო, აი ბოლოს ნებისმიერ თემაზე, რისი თქმის სურვილიც გაქვთ მსმენელისთვის, ჩემი კომენტარის გარეშე შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე მიმართოთ ჩვენს მსმენელს, თუნდაც ეს ჩვენს ფორმატში არ ჩდებოდეს და ძალიან გამიხარდება თუ რამე განსაკუთრებულ რჩევას მოვცევდით. ხო, განსაკუთრებული რჩევა არის მაინც ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. აი როგორ გავუფრთხილდეთ, რა გავაკეთოთ ამისთვის? ხანდახან უნდა შევისვენოთ. აუცილებელია. ხანდახან უნდა შევისვენოთ, ხანდახან უნდა გავემიჯნოთ თუნდაც ეკრანს, თუნდაც სატელეფონო კონტაქტებს. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ იზოლაციაში გახვიდეთ და მახსოვს მაგალითად კოვიდის პერიოდში ძალიან ხშირად ვეუბნებოდით ჩვენს მსმენელს იმაზე, რომ აირჩიეთ ერთი და იგივე მაგალითად საინფორმაციო წყარო და ბევრს ერთდროულად დაუწყებთ ძებნას. ერთი წყარო დროის ერთსა და იმავე მომენტში, რა თქმა უნდა, ეცადეთ, რომ ეს წყარო იყოს ვალიდური და ინფორმატიული. იკითხეთ, ისეირნეთ ბუნებაში, მიიღეთ სრულფასოვანი კვება და ფიზიკური აქტივობა. ესაა კლასიკა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფიზიკური და ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა შევინარჩუნოთ. ძალიან კაია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის კონტექსტში, ასევე მენტალური ჯანმრთელობის კონტექსტში. არავინ გთხოვთ რაღაც ნორმატივების ჩაბარებას, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოთ დინამიკაში, არ იყოთ მიჯაჭვული რომელიმე გაჯეტთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია პიროვნულ თავისუფლებასთან. და თუ პიროვნული თავისუფლება ბევრი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ერიც იქნება ბევრად უფრო თავისუფალი და არა გადასული დასწავლილ უსუსურობაში, რომელიც თრგუნავს მას და უქმნის ძალიან ბევრ პრობლემას, თუნდაც საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის კონტექსტში. აქ არის კიდევ ერთი მომენტი. მე არ ვამბობ, რომ თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ვლანძღო ვინმე. თავისუფალი ადამიანი პასუხისმგებელი ადამიანიცაა. თავისუფალმა ადამიანმა იცის თავისი ადგილი ამ სამყაროში, იცის თავისი ვალდებულებები, თავისი არა მარტო მიკროსოციუმის, არამედ მაკროსოციუმის მიმართ და ის პატივისცემით ეპყრობა
სხვათა უფლებებსაც. ძალიან დიდი მადლობა არა, ქალბატონო ნინო ასეთი საინტერესო საუბრისთვის. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.